დღესასწაულის ფარგლებში ქუთაისში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ქუთაისი, რომელიც არის ერთ-ერთი ბურჯი, ზოგადად ჩვენ სახელმწიფოებრიობის და არის ძალიან დიდი ისტორიის მატარებელი, აღნიშნავს თავის ქალაქობას, ძალიან მნიშვნელოვანი არის. სხვადასხვა ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, ძალიან კარგად მიმდინარეობს, არის ხალხმრავლობა, როგორც ოწვეული სტუმრები არიან ყვაყოფილი, ასევე ადგილობრივებიც ბევრი მონაწილეობს. 30-ზე მეტი ღონისძიება არის დაგეგმილი, 12-მდე სპორტული ღონისძიება არის 3 კონცერტი დაგეგმილი ახალგაზრდებისთვის და 2 მაისს მხოლოდ ვერ ჩაეტიეს და 2-3 მაისს არის გადანაწილებული. მუხრანის ტყეში იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი, წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, იმერული ეზოები. მე და ბატონი თენგიზი წარმოვადგენთ იმერელ ბატონსა და ქალბატონს, რომლებიც სტუმრებს ვიპატიჟებთ ქართულ ტაბლასთან. გვინდა ჩვენი სუფრით დავლოცოთ ქუთათურები. წარმოდგენილი იყო ჭიათურის სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავდნენ. მე მიხარია რომ ეს ტრადიცია არსებობს დღეს და ყველა მუნიციპალიტეტი ერთმანეთს ულოცავთ და მთელი იმერეთი ულოცავთ ერთმანეთს დღევანდელ დღესასწაულს და ვისურვებდი რომ მართლაც როგორც დღევანდელი დღე ხალისით, სიხარულით, სიყვარულით არის ასე ესე ყოფილიყო მთელი იმერეთის და მთელი საქართველოსთვის. წარმოდგენილია იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი თავისი შემოქმედებით, ხელნაკეთებით, ჩვენი, ანუ ჭიათურის მუნიციპალიტეტიც უერთდება ამ საერთო სახალხო დღესასწაულს, განწყობა ძალიან კარგია. რამდენიმე კუთხე გვაქვს სამრეწველო კუთხე, სადაც მოპოვება ხდება ბანახშირის, შემდეგ სოფელი გვაქვს ჭური, მარანი და ველოდებით სტუმრებს. იმერეთის კუთხე ძალიან გამოირჩევა თავისი შეკრულობით, თავისი ურთიერთობებით და დღეს ერთი ნათელი მაგალითი ამის, რომ იმერეთი წარმოჩინებულია ყველა თავის პლუსებით და თავისი ეთნოკუთხით. საჩხერის მუნიციპალიტეტმა გვირილობის დღესასწაულზე საჩხერელი მხატვრების ელგუჯა ჯოხაძისა და მურადი ღუღუნიშვილის ფერწერული ტილოების გამოფენა მოაწყო. აქვე მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხალხური რეწვის ოსტატ და ნამუშევრები ენახათ და შეეძინათ. საჩხერის კულტურის ცენტრის ფოლკლორის განყოფილებები ცეკვითა და სიმღერით ქუთაის დღესასწაულს ულოცავდნენ. მინდა აქ წარმოდგენილ ყველა მუნიციპალიტეტს მიულოცო იმერეთის გულის ქუთაისის დღესასწაული და მინდა რომ მთელი იმერეთი ყოველთვის იყოს ერთსულოვნად. ჩვენ ფაქტურად წარმოდგენილი ვართ როგორც აკაკის სამშობლო, როგორც აკაკის საიუბილეო წელი და ესმით კიდევაც აკაკის ლექსები და სიმღერები ჩვენი კუთხიდან. საზეიმო დღეა, თავისთავად ცხადია ქუთაისობა, 2 მაისობა ეს ტრადიციული დღესასწაულია. ჩვენ რა თქმა უნდა გულითა და სულით უერთებით ამ დღესასწაულს, ჩვენ ქუთაისთან, ჩვენ ასე ვთქვათ იმერეთის დედაქალაქს და მის მოსახლეობას გულოცავ დღევანდელ დღეს. მუხრანის ტყეში შეკრებილ 11 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს იმერეთის გუბერნატორი მოადგილეებთან ერთად სტუმრობდა. თითოეული მუნიციპალიტეტის სტუმრებს ცეკვით, სიმღერითა და მათი კუთხისთვის დამახასიათებელი სუფრით შეხვდა. ძალიან დიდი და ლამაზი დღეა დღეს იმერეთის რეგიონში. აღინიშნება ქუთაისის ქალაქ ქუთაისლობა. მინდა მოგილოცოთ ყველას. მე მინდა დიდი მადლობა მოუხადო დღევანდელი ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, დღევანდელი დღის ჩამომძალებულ სტუმრებს ჭიათურიდან, საჩხერიდან, ყველა რაიონიდან. გივი ჭიჭინაძემ ჭიათურის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულ ანსამბლ ჩანგთან ერთად სიმღერა შეასრულა. ეს იმი გადაიზარდა მთელი იმერეთის დღესასწაულად, ფაქტიურად ეხლაც ვიმყოფებით ამ დღესასწაულზე, სადაც ყველა მუნიციპალიტეტი წარმოადგენს თავის თავს, თავის სამზარეულოს, თავის ხალხურ რეწვის შემოქმედებას, თავის ხალხურ შემოქმედებას. სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ყველაფერმა ჩემზე. თქვენი კულტურა არის უმდიდრესი და ისეთი მდიდარი თქვენი ტრადიციები, ცეკვები, ყველაფერი დიდი შთაბეჭდილების ქვეშა ვარ. ეს ღონისძიება სიხარულით ახსავსია, ხალხი ბედნიერია და მე ვიზიარებ თქვენს ბედნიერებას. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპორტული შეჯიბრებები.
უკვე 3 წელია რაც ქუთაისლობას დავდივარ, ძალიან მომწონს ეს ღონისძიება, დღეს ვიჭიდავე და გავიღე პირველი ადგილი. ძალიან დიდი სიხარულია, როდესაც პირველ ადგილს აიღე მემხელა ტურნირში. ძალიან კარგი დღეა, ძალიან ვიმხიარულეთ, ვიმღერეთ და მოკლედ ყველას მოგილოცავთ. დაბაჭდება კარგია, ყველას კარგი განწყობა აქვს, რომელიც ყველა ადამიანისთვის კარგ სახეს და ღიმილს უღადებს. ქართული სიმღერები რა თქმა უნდა მიყვარს. მუხრანის ტყეში გვირილებიანი გოგონებიც გამოჩნდნენ. გარდა ქუთაისობისა, ამ დღეს ქალაქი გვირილობის დღესასწაულსაც ზეიმობს. გვირილობა მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად გაზაფხულზე აპრილ-მაისში იმართებოდა და 3 დღეს გრძელდებოდა. ქალაქის წარჩინებული ქალბატონი გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად გვირილებს ყიდდა და შეგროვებული თანხით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდა. სასიამოვნო დღესასწაულია, ტრადიციული ქუთაისობა გვიხარია და ყოველთვის ველოდებით მთელი წლის განმავლობაში. მოვედით, ვისიამოვნეთ, გავეცარით ყველა კუთხის ნაწარმს და ძალიან სასიამოვნოა დღევანდელი დღე. დღეს თან ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, იმიტომ რომ დავაარსეთ საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ქუთაისში მცხოვრებ შეჭურებულ მოსახლეობას დაეხმარება და ქუთაისლებისთვის განსაკუთრებული დღე არის და საერთოდ იმერეთის რეგიონისთვის, საერთოდ საქართველოსთვის, მაგრამ ყველა ცდილობს, რომ დღეს მოხდეს ქუთაისში. მე პირადად თბილისში ვცხოვრობ. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუნიციპალიტეტის რჩეული ფოლკლორული ანსამბლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ჩვენ პირველად არ ვიმყოფებით დღეს აქ ჭიათურის მუნიციპალიტეტი, ჭიათურის კულტურის ცენტრი წარმოდგენილი ვართ ქუთაისობის დღესასწაულზე. გვაქვს ფოლკლორული იმერული ეზო, სამხატვრო სკოლების გამოფენა, ბავშვთა მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, კონცერტში მონაწილეობს ფოლკლორული ანსამბლი ჩანგი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ასევე ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ხალხურ საკრავთა ანსამბლი აისი. ქუთაისში ორმაისობის გვირილობის სადღესასწაულო პროგრამა ცენტრალურ მოედანზე კონცერტების სერიითა და ფეიერვერკებით დასრულდა. დღესასწაული ტრადიციულად მომავალ წელსაც გაიმართება.